კვების პროგრამის შედგენისას ერთ მნიშვნელოვან შეზღუდვას წააწყდები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ჩვენ უკვე ვისწავლით, რომ ნებისმიერი დიეტის შედგენისას, როგორი მიზანიც არ უნდა გქონდეს, პირველი გასათვალისწინებელი ფაქტორი ყოველთვის კალორიების რაოდენობა. კალორიების რაოდენობის დადგენის შემდეგ კი მაკრონუტრიენტები უნდა გადაანაწილო ისე, რომ დადგენილი კალორიების ჩარჩოს არ გასცდე. თითოეულ მაკრონუტრიენტს თავისი ენერგეტიკული ღირებულება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთის მომატება ან შემცირება დანარჩენი ორის რაოდენობაშიც გამოიწვევს ცვლილებას. ან სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ ცხიმების მომატება მომინდა, მაშინ ან ცილები უნდა შევამცირო, ან ნახშირწყლები, ან ორივე ერთად. ანუ მაკრონუტრიენტების რაოდენობა კალორიებითაა შეზღუდული. ამ მიზეზის გამო კვების შედგენისას მაკრონუტრიენტების გადანაწილება უნდა დაიწყო პრიორიტეტის მიხედვით. ჩვენ უკვე ვიცით, რომ სხეულის შესაცვლელად ყველაზე მნიშვნელოვანი მაკრონუტრიენტი ცილა, ამიტომ პირველ რიგში ადგილს გამოვყოფთ ცილისთვის. ცილისთვის პირველი ადგილი ლოგიკურია, იმიტომ რომ მის გარეშე კუნთის შენება ან შენარჩუნება შეუძლებელია. ამის შემდეგ გადავალთ ნახშირწყლებზე. ნახშირწყლების რაოდენობა შენს დღიურ ფიზიკურ აქტივობას უნდა შეესაბამებოდეს, იმიტომ რომ ნაკლებობის შემთხვევაში ვარჯიშები, აღდგენითი პროცესები და გონებრივი მუშაობაც კი ნაკლებად ეფექტური იქნება. და ბოლოს, როცა ცილების და ნახშირწყლების რაოდენობები გარკვეულია, დარჩენილი ადგილი შეგვიძლია დავუთმოთ ცხიმებს. ცხიმებს შენს სხეულის ფორმაზე შედარებით ნაკლები გავლენა აქვთ და ჯანმრთელობისთვისაც არაა ბევრი საჭირო, ამიტომ სანამ მინიმალურზე ცოტა მეტ რაოდენობას იღებ, მაშინ სანერვიულო არაფერი. ზონის კლების პერიოდებში კი შეგიძლიათ ცხიმის დაყვანა მინიმუმამდე, ანუ 0.6 გრამამდე ყოველ 1 კილოგრამ უცხიმო სხეულის წონაზე, მაგრამ ამ რაოდენობაზე გაჩერება დიდი ხნით არაა რეკომენდებული. უფრო ზუსტი რაოდენობების გამოთვლას ცოტა მოგვიანებით ვისწავლით, ამჯერად კი უბრალოდ დაიმახსოვრე, რომ ნებისმიერი დიეტის შედგენისას პირველ რიგში უნდა დაადგინო შენი დღიური კალორიების რაოდენობა. შემდეგ ამ კალორიებში ადგილი გამოყო პირველ რიგში ცილებისთვის, შემდეგ ნახშირწყლებისთვის და ბოლოს ცხიმებისთვის, ისე რომ კალორიების ლიმიტს არ გადააჭარბო. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.